მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ქართველებო, ყველას გენაცვალეთ გულში და სულში. ესე იგი, თქვენ გინახიათ ჩემი ბევრი ვიდეოები, რომ მე წალნიცის ველზე და რუსთავის მიწებზე და ზოგადად ამ ტყეპარკზე ჩამიწერია ბევრი ვიდეო და ეს არის ჩემი ტკივილი. როგორც ქართველი კაცისა, როგორც ყოფილი ჯარისკაცისა, ყოფილი ჯარისკაცი ზოგადად არ არსებობს. ჩვენ ვისაც გვიყვარს სამშობლო, გვიყვარს ყველა მიწიდან და არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს იმისა, რომ ყველანი დაუბრუნდეთ სამშობლოში. და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ ძალიან მალე ყველანი დავდგებით კწანისზე. მე მინდა შეუერთდე ახლა მამბული ენას სარწმუნოებას ჩემი ვიდეოთი და ჩემი ვიდეო მიმართვით რაღაც აკეთებს ეს ხალხი. ეს არის სამშობლოსთვის ფასდაუდებელი განძი, რომ უნდა ამ ხალხს რომ შეინარჩუნონ კწანისი, საქართველოს ფესვები, ერეკლე მეორეს, ნასისხლარი, აღა მაჰმად ხანთან ნაბრძოლი მიწები, რომელი მიწებზეც ბევრი ქართველი ვაჟკაცი და ბევრი ქართველი გმირი დაეცა. ესე იგი, თუ წავიკითხავთ ამ პატარა ისტორიას, დავინახავთ ჩვენ რომ 1994 წლიდან ქართულ საპატრიარქოზე იყო გადაცემული ეს მიწები და კწანისის ტყეპარკი თავის მიწებით ეკუთვნოდა საპატრიარქოს. ხოლო თუ ჩავიხედებით დოკუმენტებში ვიხილავთ, რომ 2015 წელს საპატრიარქომ თავის ხელმოწერით, თავისი ნებართვით გადასცა ხელისუფლებას პირად საკუთრებაში. მე ვკითხულობ, რატომ მოხდა ეს, რის გამო მოხდა, რატო გადასცა საპატრიარქომ ხელისუფლებას, ანუ ესე იგი საპატრიარქომ აქედან გამომდინარე თუ ვიაზროვნებთ, უკვე იცოდა რომ 2015 წელს იმიტომ გადასცა უკვე ეს ყველაფერი იცოდნენ, რომ რამოდენიმე წლის მერე აქ დაიწყებოდა არაბული ქალაქების მშენებლობა. არაბული ქალაქების მშენებლობა, რომელი ქალაქებით ესე იგი პირდაპირ იქნება საქართველოს განადგურება. თუ დაეცა კწანისი, თუ დაეცა რუსთავის მიწები, ეს იქნება საქართველოს დაცემის დაწყება. ამიტომ მე ვიმედოვნებ, აქ არ იქნება ნაცკოცობა, აქ არ იქნება პარტიულობა და ყოველი ღირსეული ქართველი, ვინც ჩვენს ადათს, წესს, ისტორიას, მეფეებს, მათბრძოლებს, თავის წინაპრებს, პატივსცემს და ოდნავ ქართველობა, ქართველი ქალობა, ვაჟკაცობა, კაცობა, შვილობა სამშობლოში შემორჩენია. მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება კწანისზე და კწანისის ტყეპარკში არ მოიჭრება არც ერთი ხეთყე, რომელიც წითელ წიგნში არის შეტანილი. 170-ზე მეტი დასახელების ხეთყი არის აქ, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დარგეს. რომელიც ჩვენმა წინაპრებმა იმიტომ დარგეს, რომ ჩვენ გქონოდა და ჩვენ კიდევ ვალდებული ვართ, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს გქონდეთ. აქედან გამომდინარე, მე უერთდები ბატონ ზაურს, მამული ენას სარწმუნოებას, თემურ ბოკილავაძეს ამ სამშობლოს დაცვის საქმეში, ამ სამშობლოს მიწების დაცვის საქმეში და მე აუცილებლად სულ ყველა ოჯახს, ვინც ჩემს გარშემო ტრიალებს, ჩემს ოჯახში 10 ნათლია, მე იქით 7 ბავშვის ნათლია, თელ ჩემს ძალებს ავამოქმედებ, რომ კწანისის ტყეპარკის ბრძოლაში და კწანისის მიწების ბრძოლაში მე შეუერთდები. ასევე ნებისმიერ დროს ჩამოვალ და დავდგები იქ, სადაც სამშობლო სჭირდება და სადაც ეს სჭირდება იმ წინაპრების ძვლებს და სისხლს, რომელიც წინაპრების ძვლები და სისხლთაც მოვედი თითოეული ქართველი აქამდე. იმათი ძვლებით გვაქვს ჩვენ ეკლესიები, იმათი ძვლებით გვაქვს ჩვენი ჯვარი შენარჩუნებული, ნათლი მირონობა, ქორწინება, გასვენება და ჩვენ მათ ვალდებული ვართ, რომ პატივი მივაგოთ შესაბამისად. არ შეიძლება მთავრობების მონები გავხდეთ. ეს იქნება ნაცი, კოცი, ნიშნულობა არ აქვს, ხვალზე გვინ იქნება. ჩვენა ვართ ქართველი ხალხი და ღმერთმა მოგცა დამოუკიდებლობა დაბადების წამიდან. ბიბლიაში პირდაპირ როგორც ასოები წერია, მე გაძლევ შენ ადამიანოს სრულ თავისუფლებას. ხო და ჩვენ ავირჩიეთ თავისუფლება და ჩვენ არ ვიქნებით ურჯულოების მონების საკუთარ მიწაზე. კწანისის ტყეპარკი, სადაც მრავალი სახეობის წითელ წიგნში შეტანილი ფრინველებია, სადაც მრავალი სახეობის წითელ წიგნში შეტანილი ხეებია, არ შეიძლება რომ ურჯულო იმიტომ გაიჭეყოს, რომ იქ ურჯულო დასახელდეს, აშენდეს არაბული სასწავლებლები, აშენდეს არაბული სკოლები, გაკეთდეს არაბული სასაფლაოები. ეს ჩვენ წინაპრებს საფლავში ამოატრიალებს. მე არასოდეს არა ვარ იმის მომხრე, რომ ძულდეს ადამიანი, მაგრამ ეს არის ჩვენი ისტორია და ჩვენი ისტორია ჩვენ მეფეებს, ჩვენს დედოფლებს, ჩვენს წინაპრებს. რო დაჯდებით სუპრაზე წინაპრების ადგილზე, მაშინ აღარ დალიოთ, იმიტომ რომ თქვენ ამის ღირსი არ იქნებით. თუ არ დავდგებით ყველა კწანისზე, თუ ყველა ჩვენ წინაპარს არ მოვეპერებით, თუ ჩვენ ყველა 75 წლის ერეკლე რო იბრძოდა 1795 წელს აღა მაჰმად ხანთან, თუ ჩვენ იმას პატივს არ ავცემთ, მაშინ ხმა აღარ უნდა ამოიღოს არავინ და განსაკუთრებით თელავმა და კახელებმა მან დრო ამაყობთ ერეკლეს ძეგლით. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ყველანი შევერთდებით, ყველანი დავდგებით, ყველანი გავერთიანდებით. ეს არ არის პარტიული საქმე, ეს არის სამშობლოს საქმე და ჩვენ პატივ მივაგოთ ჩვენ დიდ მეფეს, ჩვენ დიდ მებრძოლებს და ჩვენ დიდ წინაპარს. მიყვარხართ გულში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიდ საქმეში ყველა ერთად ვიქნებით და ხელი არ დაედება კწანისის ტყეპარკს და კწანისის მიწებს, სადაც ჩვენი წინაპარი იბრძოდა.
უფალი გფარავდეთ ყველა ქართველს ემიგრაციაში და სამშობლოში, ვისაც სამშობლო და ქართველი გიყვართ, თქვენი სამშობლოს შვილი გიყვართ, თქვენი ქართველობა გიყვართ, თქვენი გვარი და ჯიში მოდგმა გიყვართ, ყველა იმ ქართველს გენაცვალეთ გულში. ჩვენ ქართველები ვართ და არასოდეს ვიქნებით მონები, მით უმეტეს ფულის მონები. ქართული მიწა არის შეუპასებელი და ნებისმიერმა ქართველმა რომ იცოდეს მისი ფასი, ქართველი მიწა არ იყიდება იმხელა იმდენი სისხლია და იმდენი ძვალია დაყრილი, არ იყიდება, შეუპასებელია ქართული მიწა. და მით უმეტეს მტერზე, საშვილი შვილო მტერზე, რომელიც ისტორიულად მრავალი საუკუნეებია ჩვენი მტერია. და არ არსებობს რომ მტერი, რომელიც შემოვა ფული ჩვენს მიწაზე, ხვალთაზე გარგახდეს მტერი, ხვალთაზე გარიყოს ჩვენი შვილების და შვილიშვილების მტერი. ყველა მიყვარხართ გულში და გენაცვალე და მე დარწმუნებული ვარ დავდგებით პატარა კახის ნასისხლარზე მალე ყველა ღირსეული ქართველი თორე უღირსიც ბევრი არის და ის უღირსი წავდა თავის გზაზე, მაგრამ ყველა ღირსეული ქართველი მე დარწმუნებული ვარ რომ დავდგებით იქ, სადაც ჩვენი წინაპრების ძვლებია. მიყვარხართ გულში ყველა და მალე ყველა ერთად ვიგნებით. მტერს უნდა რომ დაგვსახსოვს, ხო ხვდებით რომ მტერს უნდა რომ დაგვანაწევროს, მტერს უნდა რომ დავიყოთ. ამნაირ დაყოფილი საქართველოს შეიძლება ისტორიასაც კი არ ახსოვს. ასე ქართველს ქართველი ზულდეს არ ახსოვს. ეს რატო ეს მტრის ჩადებული ძალებია, რომ ქართველს ქართველი ზულდეს და მე კი თქვენ გეუნებით ჭეშმარიტად რომ მოვა დრო რომ ქართველს ქართველი ეყარება მთელი გულით. გფარავდეთ უფალი, მიყვარხართ გულში.